დილამშვიდობის, თუმცა მშვიდობა ბევრ ოჯახში არ არის ამ დილით. მე გავიგე მარიამმა დაიწყო ლაივის ჩაწერა, რომელიც მერე გაწყდა, იმიტომ რომ სავარაუდოდ წაართვეს ტელეფონი, თუმცა მისი კანონიერი უფლება არის, რომ გადაიღოს, როცა სახლში შედიან ჩხრეკაზე. მიზეზი არ ვიცი, არც მარიამმა არ იცის რეალურად საბოლოო ჯამში რა ხდება. და სახლში დილადრიან იყო მარტო, არის ფეხმძიმე, 7 თვის ფეხმძიმეა, ყავს 7 წლის შვილი, გოგონა, რომელიც საბედნიეროდ ეხლა გამოიყვანეს და ბებიამ წაიყვანა, თუმცა თხოვა აი პოლიციას დგას გარეთ, ნუ პოლიცია თუ მილიცია რაც არიან და ვთხოვ რომ შემიშვანს თუნდაც 2 წუთით რომ მარიამს ხელი მაინც დაუქნიო რომ ვიცოდე რომ ჯამთელად არის, რომ არაფერი არ ჭირს, იმიტომ რომ არ არის პატარა ამბავი და საკმაოდ დიდი სტრესია დილის 8 საათზე რომ შემოგივარდებიან სახში ბავშვი რო ყავს და შენ რო ფეხმძიმედ ხარ და რამენაირად ვცდილობ რომ გავიგო ვის შემიძლია დაველაპარაკო ვეკითხები ამ ადამიანებს რომ ან უფროსთან ან ვინმესთან დამაკავშიროს მაგრამ როგორც ხედავთ აი ესე დგანან და მუნჯად არიან და მხოლოდ იძახიან რომ ვერსად ვერ შეგიშვებ და ვერავის ვერ დაგაკავშირებ ადვოკატის ადგილზე მოსვლის შესაძლებლობა თუ არის და ადვოკატთან დაკავშირებით რას ამობენ ეს მილიციის წარმომადგენლები? ადვოკატთან დაკავშირებით რაც მე ვიცი ადვოკატს ველოდებით არ მოსულა, თუმცა მარიამს ჰქონდა ამათან თხოვნა როგორც ლაივიდან მახსოვს რომ ადვოკატს დაველოდოთო, მაგრამ არავინ ადვოკატს არ დალოდებია, პირდაპირ დაიწყეს სახლის ჩხრეკა. მარიამის ლაივში ჩანს რომ ერთი ადამიანი სანამ მარიამი კითხულობს რისთვის არის გამოძახებული პოლიცია აი ამ ოქმს, მეორე პოლიციელი სხვა ოთახში მიბოდიალობს და არა აქვს სამხრე კამერა ჩართული და რა ვიცი ეს ყველაფერი ესეთი ფორმატით ხდება და მე ოჯახის წევრს არ მაძლევენ იმის საშუალება რომ საკუთარ ძალს შევხედო და თუნდაც ის ვიცოდე რომ ჯამთელად არის. არ მიმდინარეობს პატარა ხანია ხო უკვე საათზე მეტი გავიდა და რაღაცა ინფორმაცია ხო უნდა გამაჩნდეს ადამიანი არის თუ არა კარგად, მხოლოდ ამაზე ვლაპარაკობ. და მაგასაც ვერ მივაღწევ, უბრალოდ კარიდან მაინც შემახედონ, რომ დავინახო მისი ფიზიკური მდგომარეობა. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. ადვოკატის გარეშეა, რაც თავარია ჩხრეკა, ანუ იმისი უფლებაც არ მისცეს ადამიანს, რომ დალოდებოდა ადვოკატს და ადვოკატის თანდასწრებით ყოფილიყო ჩხრეკა. კიდე ერთხელ ვიმეორებ, იყო სახლში მარტო, 7 წლის ქალიშვილთან ერთად და აი ამ სიტუაციაში დაიწყეს მისი სახლის ჩხრეკა და არის კადრი მარიამის ლაივში სანამ თვითონ ოქს კითხულობს სამხრე კამერის გარეშე ერთ-ერთი პოლიციელია თუ ვინც არის გადის სხვა ოთახებში. ხო და რა ვიცი, სულ ცოტა იმას როგორ ვერ უნდა ვაღწევდე რომ ოჯახის წევრს მომცენ საშუალება რომ საკუთარ ძალს, ფეხმძიმერ ძალს შევხედო და ვიცოდე რომ ნორმალურად არის. კი ბატონო. თამურა მეუნარგე გვერდთვებოდა ახლა ჩვენ მარიამ ბაჯელიძის დედამთილი და ვსაუბრობდით რა ხდება ახლა იქ სახლთან, იმედია მეც და უფრო დეტალურად გავიგებთ დღის განმავლობაში.